გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამოების რადიო იმედის ეთერში გადაცემა კატოს საღამოები საეთერო სტუდიაში ვმუშაობთ მე კატო და ხმის რეჟისორი ევგენი ალბერტი და სტუმრად გიგვეწვია თავად X კოდი მიშა ნემინაშვილი სხვა მიშასთან ერთად რომლის ნამდვილი გვარი ადამაშვილი უნდა ყოფილიყო წესით მაგრამ მისი ნამდვილი გვარი თორმე სულ სხვა გვარი იყო და ასე შემდეგ და კარგად მოერგო ამ ბატონმა თეთრი საყელო მოკლედ რა თემასთან დაკავშირებით და რაზეთან დაკავშირებით გვეწვია მიშა ამაზე თავად უკეთქვე საუბრება მიშა საღამოშვიდობის კატო საღამოშვიდობის მინდა ვისარგებლო დიდი ხანი ეთერში არ ყოფილა არც მე და არც მეორე მიშაზე არ ვაგლაპარაკი ჩაიდანზე მაგლაპარაკი რომელიც ხშირი სტუმარი იყო სწორედ პარასკევს მე და ჩემი ჩაიდანი ამ ეთერისა მე უბრალოდ ყველას მინდა მადლობა უთხრა ჩვენს მსმენელებს მადლობა მინდა გითხრა შენ რომ შენი გადაცემის სტუმარი ვარ ძალიან სიამოვნებს მით უმეტეს შენი შკარი ჩვენი ხმის რეჟისორი და მინდა ჩავიფიქრო კარგი სურვილები იმიტომ რომ ყოველთვის მინდა და შენ გადაცემაში მოხვედრილიყო ძალიან მომწონს მადლობა არა მხოლოდ შენი გადაცემა და ჩვენ X კოდიდან ეს შენ გაიარე გზა პროექტამდე ნუ X კოდამდე ძალიან ბევრი რამ იყო შენს CV-ს ორტომეულს ნუ გადმომაღებინე და შენ ამჯერად ვართ X კოდიდან გადავდივართ კოდექს აუდიოზე და რა არის ეს პროექტი როგორი იქნება და რა გველოდება სხვათა შორის ხო მართალი ხარ X კოდი და კოდექს აუდიო ძალიან გვანან ერთმანეთს თუმცა მინდა პირდაპირ გითხრა რომ არანაირი კავშირი არის ბუნებრივია მაგრამ როდესაც უბრალოდ კოდექს აუდიო რას ნიშნავს კოდექს აუდიო ეს არის ლათინურიდან რომ გადავთარგმნოთ ახლა დიდი ლათინის სპეციალისტი შენი არ ვიცი მაგრამ მე ნამდვილად არა ვარ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ნიშნავს ხმოვანი წიგნი და ფაქტობრივად ეს არის ხმოვანი წიგნი დიდი ხანია ვფიქრობდით კატო ამაზე ფიქრობდი პირადად მე და ჩვენი მეგობრები და რაღაცნაირად გადავწყვიტეთ რომ დიდი ფიქრის შემდეგ არავის არ დაველოდოთ და დავიწყოთ და მე დავიწყე და აუდიო წიგნი პრინციპში შენ შემეკითხები ალბათ რატომ აუდიო წიგნი და X კოდი და პრინციპში X კოდი და აუდიო თემა ერთმანეთს ცოტათი დაიხმარნენ რითი გეტყვი ახლა X კოდი აღარ გადის პირდაპირ ეთერში X კოდი გადის პატარა ჩანახატების სახით რომელიც ასევე ერთგვარად პატარა ისტორია და შეიძლება ითქვას აუდიო დოკუმენტური ფილმივით არის ანუ იქ ძალიან სხარტად მოკლედ არის მოცემული რაღაც გარკვეული თემა რომელიც არის შეფუთული თავის ხმოვანი ეფექტებით და რაღაცნაირად აუდიო ვიზუალურ წარმოდგენასაც უქმნის ადამიანს ჭირება დიდი არიან. ეს უბრალოდ რაღაც იდენტობაზე X კოდსა და კოდექს აუდიო შორის, თუმცა კოდექს აუდიო ეს მართლა მინდა გითხრა ძალიან ცოტათი შეიძლება ითქვას თამამი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და ესეთი შეიძლება მე უბრალოდ ფიქრობდით როგორ დაგვეწყო ფიქრობდით ვის წაიკითხა და ბოლოს ყველაფერი კარგი უნდა გააკეთო შენ თვითონ ფაქტობრივად კარგად გამოგივიდეს. არ ვიცი. მაგრამ იცი ამბობენ რომ იყო ერთი გრაფი რომელიც თავის შულს ეუბნებოდა რომ თუ რამე გინდა გააკეთო გააკეთებინე სხვა. რუმინეთში ხარ ცხოვრობ. ხო, არა, პრინციპში კი, მაგრამ უბრალოდ ნუ ახლა მე რაღაც გარკვეულ ის ფარმაცების კოდექსია. კოდექს აუდიო. ფარმაცების კოდექსი. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კოდექს აუდიო თან რაღაცნაირად ჟღერს და მოგვეწონა ეს თანხმედრა სიტყვებისად მე მივხვდით უბრალოდ რომ გავდა X კოდს და ნუ ფაქტობრივად იქაც და აქაც ნუ ერთი ავტორია. ანუ ჩვენ ძალიან მალე ხვალ საღამოდან რადიო იმედის ეთერში. ხვალ საღამოდან არა, ორშაბათიდან. იმიტომ ხვალ ზეკვირა, ხვალ შაბათია და ზეკვირა და ალბათ ორშაბათიდან უპრიანი იქნება რომ ორშაბათიდან დავიწყოთ. კეთილ, მაშინ რომელ საათზე იქნება საღამოს, როდის უნდა მოვისმინოთ ამ ახალ პროექტს? ნუ 12 საათზე, როდესაც ნორმალურ ადამიანს უკვე ძინავს. მაგრამ კონკრეტავაში. ხო, როდესაც კონკრეტავაში და უკვე პრინციპში ის მისი ილუზიები გაიფანტება და ყველაფერს რეალობაში შეხედავს. კურსასმენი მაინც დარჩება და ტელევიზიითაც უკვე სანახავი აღარ მე არ მინდა ახლა უბრალოდ არავის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს უბრალოდ არ იყო არჩეული. მე მგონი ანამდე არაფერია სადაც არის, მაგრამ
ხო, უბრალოდ არ იყო კატო მართლა არჩეულის 12 საათი, იმიტომ რომ ჩვენი სეგმენტიდან გავდინა, ხო მარტივად რა თქმა უნდა ეს პროექტი სიმართლე რო გითხრა სექტემბრიდან კი არა აგვისტოდან დავიწყეთ. ეხლა ის პირველი ბატონი ადამაშვილის რომელიც თეთრი საყელო თი იყო მოხიბლული და თეთრმა საყელომ გადაძლია და თუ რატომ ამას მე ალბათ გვექნება დრო და ამაზეც ვილაპარაკეთ, თუმცა მთავარი არის ის რომ ჩვენ ამაზე ფიქრი დავიწყეთ და უკვე რამდენიმე წიგნი ჩავწერეთ. თუმცა იყო გარკვეული რაღაც იურიდიული მომენტები, შემოგეხსენება რომ ჩვენ ყოველთვის სანამ რამე ნაბიჯს გადავდგავთ, ყოველთვის რაღაც კანონმდებლობასთან უნდა იყოს შეთანხმებული. ბუნებრივია, როდესაც მსგავს რაღაც კიდებ ხელს ეს ბევრ ამისთან არის დაკავშირებით, მას ავტორო უფლებებთან ეს წამოღებული მაქვს მე როდესაც შენ კითხვას ველოდები, როცა დამისვა ამას უპასუხებ. ავტორო უფლებების მთელი ნუსხარი და ბუნებრივია ამ ნუსხის მიხედვით უნდა იმოქმედო, რომ შემდგომში, იმიტომ კი არა რომ პრობლემები არ ქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ აი ყველაფერი ხო, იმიტომ რომ თუ რამე საკეთებ, უნდა გააკეთო, ჯერ ეს ერთი რა თქმა უნდა ხარისხიანად, მე არ ვიცი რამდენად გამოდეს, კიდევ ერთხელ გეტყვი ძალიან ნერვიულობ და ეს ჩვენ თავზე ძალიან დიდი ისავიღეთ. თუმცა ვიღაცამ რაღაც უნდა დაიწყოს, საიდანღაც უნდა დაიწყოს. მუდმივად რომ ელოდო ვიღაცა სხვას, ამით ცხოვრება ამოიწურება და რაღაცნაირად მე მივხვდი რომ ეს მე უნდა ვაკეთო და არ ვიცი რამდენი შეიძლება სხვების გამოჩნდებიან, ეს დასაწყისია. უკეთესი პროექტიც იქნება, თუმცა ეს იქნება ალბათ კარგი დასაწყისი მათთვის, ვისთანაც წიგნთან დამეგუბრება უნდა და კარგი გაგრძელება მისთვის, ვისთანაც უკვე წიგნთან დამეგუბრების ეს სიამოვნება უკვე აქვს. გარდა ამისა, იმ ადამიანებისთვის ისიც არ აქვს დრო, იმიტომ რომ ეს ძალიან მოხერხებულია. შენ თავადაც ძალიან გიყვარს, როცა სადმე მიდიხარ და გზაში ყველაფერი ეს დაიწყო იმით, რომ რაღაცნაირად ეგრეთ წოდებული მქონდა ახლა რაღაც გარკვეული მიზეზების გამო არ ვაკეთებ, მაგრამ დილით სირველი ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი ხობი და დრო რო არ დამეკარგა, მუდმივად რაღაცნაირად შემთხვევით, სრულიად შემთხვევით, ჯერ მუსიკას ვსმენდი და სრულიად შემთხვევით რაღაც ავაწყი რაღაც რუსულ აუდიო წიგნს, ეს იყო სტივენ კინგი, რა თქმა უნდა. მე მგონი სტივენ კინგის ყველაფერი მაქვს საკითხული. ხო ისიც კი რა თვითონ არ აქვს საკითხული, ხო? კი სხვათა შორის ეს ძალიან საინტერესო თუ რო გექნება ამაზეც ვიტყვი. და რაღაცნაირად ბატონი ადამიანშვილი არ გაგვინაწყენდება თუ სტივენ კინგსაც ხო, იცით რატომ, იმიტომ რომ ხო, ერთი წამით და მადამ სანამ მიშა სტივენ კინგსაც დაუსხამს ჩაის, მე მინდა სტივენ კინგსაც ხო მინდა გითხრათ რომ თქვენ თუ კი დაინტერესდით ამ ყველაფრით, ანუ კარგად მიხვდით უკვე რომ ჩვენ ეს პროექტი, რომელზეც მიშა საუბრობს, კოდექს აუდიოთ არის და ცხადია გულისხმობს აუდიო წიგნებს, ან უფრო ისეთ ენაზე რომ ვთქვათ, უფრო ახლოს ყოფთან ხმოვანი წიგნები, გახმოვანებული წიგნები, აღლაპარაკებული წიგნები და თუ კი თქვენ გაგიჩნდათ სურვილი რომ მოისმინოთ ეს რომელიმე წიგნი, ესე ჩაწერილი ამ სახით და ამგვარად ჩვენს ეთერში და არა მხოლოდ ჩვენს ეთერში, მე სხვა ამბებიც მოყვება ალბათ ამას, რასაც მიშა ისაუბრებს. მაშინ გამოგგზავნეთ თქვენი მოკლე ტექსტური შეტყობინებით, გამოგგზავნეთ თქვენი სურვილი SMS ნომერზე 9177 და მე ყველა ფურცელი მაქვს ექიმის დანიშნულებიდან დაწყებული დამთავრებული რაღაც იმ იეროგლიფების ფუნქციებით, მოკლედ თქვენი მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოგზავნეთ ნომერზე 9177 SMS გზავნილის ღირებულებაში ადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს და SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნავყოფს კომპანია SMS-კო, რომლის მისამართია SMS კოდი, ტელეფონი კი 25214. ასე რომ ჩვენ ველით თქვენს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ისეთ ეს ნომერზე 9177 და გაგვიზიარეთ ის აზრი თქვენი თუ რომელი წიგნის მოსმენა გნებავთ ესე აუდიო სახით მიშას ხმით. კატო ჩვენ გითხარი კიდეს რომ ეს უბრალოდ არა აღნიშნე და ეს ალბათ უნდა აღინიშნოს არაერთხელ რომ ეს არის არაკომერციული პროექტი. ამას იმიტომ ამბობ რომ გარკვეული შეზღუდვები არსებობს, იმიტომ რომ კომერციული პროექტი ბუნებრივია ის იმას ანიშნავს რომ შენ საავტორო უფლებების რაღაც გარკვეულ კლიშეს და გარკვეულ იმ კანონმდებლობის ზღვარს გაცდე, იმიტომაც ეხლა მე მაგ დრო რო წავიკითხო ევგენიას უნდა დავეკითხოთ. რამდენი გვაქვს დრო? არა გვაქვს. მოდი ეს შემდგომ, იმიტომ რომ მაგ კიდევ ერთხელ ამბობ რომ ჩვენ სექტემბრიდან დავიწყეთ ამ პროექტს
პროექტზე მუშაობა. ნუ ეს თავიდან, როდესაც ამის არც პრაქტიკა გაქვს, ეს უამრავ პრაქტიკულ ნიუანსებთან არის დაკავშირებული. მადლობა ღმერთს, რადიო იმედის ხელმძღვანელობამ მაინც თავისი ტექნიკური ბაზა დაგვითმო, აქ არაჩვეულებრივი ტექნიკური ბაზა არსებობს, არაჩვეულებრივი ხმის რეჟისორი და ასე შემდეგ, ჩემზე კარგად იცი. არის ერთი კარგი ბიჭი. და ბუნებრივია ეს ყველაფერი კარგია დასაწყისისთვის, მაგრამ გარდა ამისა არსებობს სხვა მომენტები, არის დრო, იმიტომ რომ პროდაქშენში მუდმივად დაკავებულია ეს მთლიანად ეს სტუდია, მაგრამ გარდა ამისა თვითონ ჩაწერის მომენტი, თვითონ ეს პრაქტიკულად განხორციელება ამ პროექტის არ არის ისე მარტივი, როგორც მე მეგონა და წარმოიდგინე პირველი წიგნი იყო სხვადასხვა ჰერმან ჰესე და მე ყოველთვის ჩემ მომსვენელმა იცის, როდესაც გადაცემების კუდი მიმყავდა, რომ გადაცემა თავისით კეთდება ხოლმე და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რაღაც მეტაფიზიკურ და რაღაც აბსტრაქტულ და რაღაც სულიერი რაღაც სუბსტანციას ვანიჭებ, ანუ სულიერ ძალას ვასხავ რაღაც გარკვეულ პროექტს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგრე ხდება. დამთავრებულია ჩვენი დროა საერთო საინფორმაციო გამოშვების შემდგომ გავაგზავნებთ საუბარს მიშა მიმინაშვილთან ერთად. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემის სტუმარია ჩვენივე წამყვანი, X-Code-ის წამყვანი მიშა მიმინაშვილი, რომელსაც კიდევ ერთი ახალი პროექტი აქვს თქვენთვის, ეს არის კოდექს აუდიო. კოდექს აუდიო და ჩვენ ერთ-ერთმა მსმენელმა უკვე მოგწერა SMS ნომერზე 917778, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა, შეგიქო გადაწყვეტილება და აუდიო ეს ხმოვანი წიგნები კარგია და როდიდან გავა თქვენს ტალღაზე გვეკითხებიან. ნუ სავარაუდოდ არა, უკვე ფაქტობრივად ადამიანშვილის თეთრი საყელო უკვე მზად არის, ნუ ჯავახიშვილი თქვა. მაინც ამოიჩება კატომ ადამიანშვილი, მაგრამ კაი გავაგრძელო, სანამ შენ ბოლომდე გადახვალ მეორე გვარზე. თეთრი საყელო იქნება უკვე კარგი. ნუ შაბათიდან 12 საათის შემდეგ, ანუ შვაღამეს 12-დან პირველ საათამდე, ნუ არ ვიცი რამდენი თავი, ყოველ შემთხვევაში რამდენი თავის და რამ მოცულობით რამდენი დაეტევა ამ ერთ საათში, ალბათ ისე გავა. ანუ სრული 1 საათის მანძილზე. სრული 1 საათის მანძილზე, კი. ნუ რა თქმა უნდა იქნება პატარა მუსიკალური წვეტები, ახლა ძალიან რთულია დამეთანხმები მთლიანად 1 საათის განმავლობაში უსმინო ერთ რაღაც მინუტა ჩემ საკითხულს და არა მსახიობის საკითხულს. არა, მართლა, იმიტომ რომ თუმცა ეს არ თავდადებლობა არ არის მომენტი, უბრალოდ მე რისი თქვა მინდა უბრალოდ, აი, როდესაც მართლა ძალიან ბევრ წიგნს უსმენდი და ეს ნამდვილად კარგი რამ არის. კარგი რამ არის რისთვის, როდესაც შენ მექანიკურად რამეს აკეთებ, აი თუნდაც დიასახლისი ან არა დიასახლისი, რა მექანიკურ, აი კარტოფილს თლიან, ეგრეთ წოდებული. ხო, ანუ აპილისოსებ ქართულად როგორ ამტვერსასრუტით სარგებლობ და ამტვერსასრუტით მუშაობ, ან გვიან რაღაცას აკეთებ და მექანიკურად რაღაცას აკეთებ და ამ დროს ჩართული გაქვს. ეხლა უამრავი საშუალება, მადლობა ღმერთს, რაღაც ეს ტექნიკური, რომ აიტვირთება სხვადასხვა ჩვენ მეორე ნაწილი, ანუ ჩვენი გაგრძელება, ეს არ არის მხოლოდ ის, რაც არის ეთერში, ალბათ ჩვენ გვაქვს ჩანაფიქრი, რომ ჩვენ გვექნება ალბათ უკვე ინტერნეტ პორტალიც, ბოქსი, თუმცა ეს ჯერჯერობით დამუშავების სტადიაშია და ამიტომ ჯერ არ მივიდა ამაზე კონკრეტულად ჯერ არ არის ატვირთული, თუმცა როგორც გითხარ, უკვე რამდენიმე წიგნი ჩაწერილია, მაგრამ ეთერში ამას აფერხებს ის, რომ ჩვენ რადიო იმედის სურვილი არის თვითონ, რომ ეს ყველაფერი იყოს ძალიან ესადაგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ალბათ მომიწევს კატო ბურჯი გამეორება, რომ ეს არის არაკომერციული პროექტი, ეს ნამდვილად რაღაც როგორი მომენტია, ეცი სურვილიც, რაღაც გარკვეული მოქალაქეობრივი და ცოტა ხმამაღლას ჟღერს, მაგრამ ჩვენც რაღაცნაირად გვინდა რომ ჩავერთოთ აი იმ რაღაც ერთი ნაბიჯი გადავდგათ იმ გლობალურ საკითხის გადაჭრაში, ხა ცოტა ხმამაღლა გამოვიდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ლიტერატურასთან წიგნთან დამეგობრობის ერთ-ერთი ცდა არის. დამეგობრ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის დასაწყისი კარგი, მათთვის ვინც წიგნთან სიზარმაცის გამო ან დროის უქონლობის გამო არ მეგობრობს და კარგი გაგრძელება მათთვის ვისაც რაღაცა მიზეზი არ აძლევს მას იმას, მე მაგალითად ძალიან აი ფაქტობრივად ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ შეუულებრივად ისე რომ არც დრო დაკარგო ამაზე სიტყვაზე ამბობ, იმიტომ რომ წიგნის კითხვას ბუნებრივია, ანუ თავისი რა თქმა უნდა არაფერი არ შეცვლის, ახლა შეიძლება დარეკონ და შეიძლება მოგწერო და თქვან რომ ნუ წიგნის სხვა არის, აუდიო წიგნის რა თქმა უნდა შენ თვითონ როცა კითხულობ ის სახე
იდეები, ის რაღაცნაირად განწყობა, რომელიც უშუალოდ მწერალთან დამოკიდებული, ანუ არ ჭირდება შენ შვამავალი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ შვამავალი არა. აუდიო წიგნების აუცილებლობაში, მაშინ როცა ერთმა ბავშვმა განაცხადა, რომ თელს დღეს ატარებდა ბიბლიოთეკაში, ოღონდ ყურსასმენებით და უსმენდა საბრალონს, რომლის წაკითხავს ისე არც აპირებდა და ამაზე დროს ვერ დამხარჯებოდა. ესეთ რაღაც, გარდა ამისა, ხა არიან ადამიანებისაც არ შეუძლია თვითონ დამოუკიდებლად წაიკითხოს. კი, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ალბათ ისინი ძალიან კი, ბუნებრივია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მათთვის ეს იქნება, ძალიან, ალბათ რაღაცა სასიკეთოს როცა აკეთებ მართლა ეს ერთ-ერთი მთავარი მიზანი ესეც იყო, თუმცა შენ კარგად აღნიშნე, ბავშვებთან დაკავშირებით არის რაღაც სასკოლო პროგრამა, ხო? რომლის წაკითხვის აუცილებლობა არსებობს, ანუ აუცილებლად უნდა წაიკითხოს საკლასო ლიტერატურა, იქნება თუ კლასგარეშე საკითხავები, ახლა ბუნებრივია რაღაცნაირად დროის უკუნობი და მით უმეტეს როცა აძალებ რაღაცას და რაღაცა გასაკეთებელი რომ არის, ახლა მაგალითად უკვე ამას აქ შეკითხულობ იმას, რაცაც ადრე მაძალებდნენ ხოლმე სკოლაში წამეკითხა, იმიტომ რომ მაშინ სწორედ იმიტომ არ ვკითხულობდი, რომ ეს უნდა წამეკითხა და ახლა ვკითხულობ იმიტომ, რომ ეს მინდა წავეკითხო, ხო? არის რაღაც გარკვეული სხვაობა და ეს მომენტი, თუნდაც ის რომ დაუშვათ ჩვენ გვაქვს ეს ჩანაფიქრში, ერთ-ერთი ჩანაფიქრში კიდევ, რომ რაღაცნაირად ეს საკლასო ლიტერატურა, კლასგარეშე იქნება თუ სავალდებულო საკითხავი, რაღაცნაირად ამის წიგნების გავაკეთო და ეს ბავშვი ძალიან დაიხმარა. ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ამბობ, ჯერჯერობით ეს არის არაკომერციული პროექტი. ეს ჯერჯერობით იმიტომ ამბობ, რომ თუ რა თქმა უნდა არ მინდა ახლა ყველა ეს ეგრეთ წოდებული გავხსნა. საიდუმლო რაღაც საიდუმლო ხონდა დარჩეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მომიოქრავის მელციმართლეს გეტყვი. კოდექს აუდიოს თავისი კოდებიც აქვს, ბუნებრივია და როგორ იყო მაშინ როგორ აირჩიეს ჩვენი ბიჭი დღევანდელი საღამოს ჩვენი ბიჭი? კიდევ ერთხელ თვითონ აგურჩია. და როგორ იყო ეს ჩაწერის პროცესი, რომელსაც ჩვენც დიდი ჩვენს ხმის რეჟისორ გოჩა მაზანაშვილსა და გოჩა იყო ისეთ ლაკმუსის ქაღალდივით იყო. მე ვთხოვე რომ ამას არ მალაპარაკო. გოჩაზე იყო ასახული, გოჩას სახეზე იყო არეკალელი. სხვათა შორის პირველ წიგნსა და ამ წიგნს შორის არ გამორჩა მე მგონი, არის გარკვეული სხვაობა, კიდევ ერთხელ ამბობ, ეს არ არის ისე მარტივი, როგორც გონია. ერთია, როდესაც სხვადასხვა იმ აუდიო მე გადავალ იმ აუცილებლად უპასუხებ შეკითხვას. კატო, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ არ დამოწყვეტ ერთგვარი მაც გაკეთდება. როდესაც მე უსმენდი აუდიო წიგნს, რომელსაც კითხულობდა მსახიობი, მე ძირითადად უფრო რუსულ წიგნებს კითხულობ, ქართული მსგავსი რამ კადრი იყო. არა, საზოგადოებრივ არხზე მე ბავშვები გავიზარდე. ზურაბ კანდელაკი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც აკეთებდა ამ სპექტაკლებს, თუმცა ერთია, როდესაც სპექტაკლია. ლიტერატურული კითხვა და ბატონი ზურაბ კანდელაკი ეხლაც აკეთებს. კი, ეხლაც აკეთებს არაჩვეულებრივ, მაგრამ მე მინდა რაღაცნაირად უბრალოდ ჩვენი საქმე, ანუ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არა ლიტერატურული კითხვა, ეს უბრალოდ წიგნის საკითხვა და ეს ფაქტობრივად არის დახმარება იმათვის, რომ შენ თუ დრო არ აქვს, უბრალოდ მოისმინო. ანუ კიდევ ხო ვიმეორებ, რომ წაკითხულს, ხატრულად წაკითხულს შორის და კარგად გაფორმებულ, ანუ ეს არის ეს უკვე არის ნამუშევარი, კატო. ანუ ეს არის ფაქტობრივად შენებური გადაწყვეტა იმ წიგნისა. ანუ შენ რაღაცნაირად იღებ ფრაგმენტებს, ანუ მოყავს სახიობები, ანაწილებ როლებს, ისინი ბუნებრივად თავისებურ ხასიათს დებენ ამაში და ფაქტობრივად უკვე ხდება ინტერპრეტირება იმ წიგნისა, რაც სინამდვილეში არის. რა თქმა უნდა, საკითხulis უკვე ინტერპრეტირება იქნება, იმიტომ რომ ძალიან განსაკუთრებით საშინელება, როცა დიალოგს თარგმნი და მით უმეტეს ბატონ მიხეილის ეს არაჩვეულებრივი რომანი, მინდა თქვა, იმიტომ რომ ეს არის მისი მართლა ნამდვილად უსაყვარლესი, რომ თვითონ ამბობდა, ჯაყოს ხიზნები და ეს იყო მისი უსაყვარლო, ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ჯაყოს ხიზნები და თეთრ საყელოს მე არ დავთმობო და ფაქტობრივად ერთ პერიოდში დაიწერა და ეს მართლაც როდესაც ერთი ამოსუნთქვით რაღაცას რო იტყვი ხოლმე სათქმეს და ერთი რაღაც ფაქტობრივად დაუფიქრებლად ყოველგვარი შემოქმედებითი წვის ბრჭყალებში გარეშე ძალიან თავისუფლად ლაღად და არ ვიცი რაღაცნაირად ადამიანმა ისე ლამაზად ყოხდათ მე არ ვიცი არაჩვეულებრივი ვინც თან რატომ თეთრი საყელო არა ჯაყოს ხიზნები და ჯაყოს ხიზნების ირგვლივ ხუთი ფილმის არის გადაღებული გადავღეჭეთ და ამიტომაც ჩვენ რაღაცნაირად გვინდა ის რაც არის ხა რა თქმა უნდა თეთრი საყელო უამრავ ადამიანს ექნება წაკითხული და იმ მათ
ახალგაზრდებს ვისთვისაც უამრავ ჯერ არ ექნება წაკითხული და ძალიან დიდი ბედნიერება ერით, მაგრამ უბრალოდ თუნდაც ის რომ ისინი მოისმენენ და ჩემ მე კიდევ ერთხელ ამბობ რომ არა ეს ცოტა თავხედური მომენტიც არის, როდესაც შენ იღებ შენ თავზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ რომ ის რასაც აკეთებს ბატონი ზურაბ კანდელაკი, ის რასაც აკეთებს, ჩემთვის მე იმ პირველ რიგზე გავიზარდა ყველა მიცის დიპლომატიციამ ყველას და აქედან მოვეფერები ყველას, რა თქმა უნდა, ჩემ კოლეგას, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა არის და ეს აბსოლუტურად სხვა არის. ეს არის ერთ-ერთი კიდევ მისასვლელი გზა ციგნისკენ, რომ დაუშვათ მე როდესაც უსმენდი ამ აუდიო ციგნას, ყოველთვის არ ყოფნი და დაუშვათ ანდროაკა ყოველთვის უბრუნდებოდი და თავიდან კითხულობდი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ამბობ, ეს არის კარგი რამ მათთვის, აი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ვისაც საკითხავი აქვს რაღაცა. ახლა ჩვენ კიდევ ერთი სხვადასხვა კომერციული ციგნი არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა ჟანრის სტივენ კინგი ჩავწერეთ, კიოსაკი ჩავწერეთ. დიდარი მამა, ღარიბი მამა, ანუ ეს ბიზნესის განვითარებისთვის, ანუ ის დაინტერესებულია ფულის კეთებით ბიზნესით, ძალიან პოპულარული ციგნია, მოკლედ სოფლიოში რაღაც ნომერ 3 წლის განმავლობაში ნომერ სტივენ კინგის რომ აღლა იდგა. სტივენ კინგის კითხულობდა. სტივენ კინგის კითხულობდა. სხვა შორის რამდენიმე მისი გმირი კიოსაკის მუდმივად სხვანაირ ბრუნვაში ვანოს კომენტუნცეს აბსოლუტურად. სტივენ კინგზე რო ლაპარაკობ ამდენ სარგი კვირს, იმიტომ რომ ბატონი ადამიანშვილი კი ბატონი ადამიანშვილი ეძახე, მაგრამ მაინც გაგვინაწყენდება და გაგვინაწყენდება. უბრალოდ ჩვენ გვინდოდა თავიდან როდესაც ფიქრობდით რომ როგორი აგვერჩია დაუშვათ რა კუთხე აგვერჩია, ანუ რომელი ნაწარმოებები გაგვეშვა პირდაპირ ეთერში. Ну, ის რომ მხატვრული ლიტერატურა ბუნებრივია, მაგრამ უფრო გამომდინარე დროიდან გამომდინარე, აი როგორ გითხრა, მოხმარებლული ინტერესი არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა აი კარგ სერიალს რო უყურებ, სერიალს მე მაგალითად ვიცი რომ შენ არ უყურებ, არც მე არ უყურებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო, აი დაბარგული ამერიკული სერიალი ლოსტი და რაღაც რო იყო ნორმალურად კარგად შეფუთული, კარგად გადაღებული და ხო სანამ დღეში არ წავედი. ხო, ყოველ შემთხვევაში აი მსგავსი რომ ყოფილიყო ერთგვარი რომ იცი რა თავიდან რომ დაიწყო ხო დონ კიხოტით რომ დაიწყო ხო ხტები, ანუ რაღაცნაირად არ იქნება სმენადი, ანუ აქაც გჭირდება გარკვეული ელასტიურობა მსმენელთან, გარკვეული თამაში და მოზიდვა, ანუ რაღაცნაირად მაინც გჭირდება. არა, თავისთავად ხედავ მე უფრო ამასთან არ მახსოვს ჩვენ ერთ-ერთ მეგობარს მე ეთერს მიყნა გეტყვი რომელ ჩვენს მეგობარს უნდა დაეყიდა ციგნი რომელიც ცოტას გაართობდა და ჩვენ ისეთი მეტად ხმაურიანი პროფესიისგან განტვირთავდა და რატოღაც ამ გოგონამ კონსულტანტმა ვკითხა რომ დიალოგებიანი ციგნი გნებავთ და ნუ მე გამახსენდა რომ პლატონი ეს დიალოგებად წერდა, მაგრამ რაღაცა სიმსუბუქე ეგ ნაკლები იყო. და ყოველ შემთხვევაში ჩვენ ხო ასე არ იქნება ხო მართლაც რომ შენ ან პლატონი ჩაწერო ხო რა თქმა უნდა, თუმცა არ არის რაღაცა ამდაგვარი ესეთი რომელსაც თუ მოგწერენ და თუ ამის მოთხოვნა იქნება და მინდა ისევ დავუბრუნდე ადამიანშვილს და მიხეილ ჯავახიშვილს და დიდი პატივია ჩემთვის ნამდვილად რომ მისი ეს ამ ნაწარმოებებით იწყება ჩვენი პროექტი. მე ნამდვილად ყოველთვის კიდევ ერთხელ გამემგონი მესამეჯერ ვიმეორებ უკვე შენს გადაცემაში რომ თავისით კეთდება ყველაფერი. ნუ რა თქმა უნდა იყო გარკვეული მიზეზები რატომ დავიწყე ჩვენ ეს და რატომ არა სხვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვებიც იყვნენ, მაგრამ უცებ მოხდა ისე რომ ჩვენ დავიწყეთ მიხეილ ჯავახიშვილის თეთრი საყელოთი და ესე ძალიან ნიშანდობლივია. და საინტერესო რა არის კატო ისი, როდესაც ამ ციგნის ჩაწერაზე მუშაობ, ფაქტობრივად გიჭირს 3-ჯერ, 4-ჯერ მისი გადაკითხვა. ანუ პირველ თავიდან სანამ წერ, კი რა თქმა უნდა, თუ წაკითხული მაინც უნდა წაიკითხო რომ რაღაც ჩაწერის დროს შვიდა წყნარად რომ უფრო ნაკლები შეცდომა დაუშვა და ნაკლები შრომა ქონდეს გულჩასადმი. ჯილოყინს მაინც გვერდს ვერაული, იმიტომ რომ ნამდვილად ეს მე დასუფთავება ამის ყოველ, ეს მასწავლეს მე უკვე რაღაცნაირად გოჩას ეს შრომა რაღაცნაირად მე შეუმსუბუქე, თუმცა მინდა გითხრა ძალიან რთულია და აი როდესაც ციგს წერ ფაქტობრივად თავიდან ხო კითხულობ, იმიტომ რომ წარმოგიდგენია რომ არ იჯლოყინო. შემდეგ როდესაც წერ მაინც გიწევს ხელმეორედ რაღაც ხო, შემდეგ წერა გიტანს, შემდეგ შენ წერა ატანილს, მე რაღაცა სმენასაც ყურსაც უგდებთ. ან მე ამას ყველაფერს ასუფთავებ და მე უკვე როდესაც გასუფთავებულია, მე ყველაფერს როდესაც ამას ფუთავ, რაღაცებს ამატებ, წარმოვიდგინე რამდენჯერ უკვე ფაქტობრივად დაზეპირებული მაქვს, მე ყველაფერი შემიძლია ზეპირა ციტატები. ჩვენ ერთ-ერთ სტუმარს მხატვარს ქეთინადი ბეძეს მეთხოვე რომ იქნებდა გაეფორმებინა
ჩემი ჰერცოგინია სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მე ხომ აქვს ესეთი ძალიან აუ გიჟდები შენს სულ ელოდები ხოლმე. აი მინდა გთხოვე რომ იქნებოდა ჩემი ჰერცოგინიას სკანდალური განცხადებები მე მაქვს სხვა შორის თან შემწე ამოვბეჭდო კიდეც მე თუ მოვასწრებთ და იქნებოდა ჩემი ჰერცოგინიაც ესე გაახმოვანო საავტორო უფლებებზე არ გექნება პრობლემა არანაირი მარცხენა ხელს მარცხენა ხელს ვაწერს ყველაფერ ამას და მანამ სამენამ ჩვენ მე არა შენ ერთი პრობლემა უბრალოდ შენი ნაწარმოების ავტორიც აცალია და ზარი გარკვეული პრობლემა ვაწერ მარცხენა ხელს გადახმავარ და ჩვენ მომდევნო საათში როდესაც მესამე ნაწილი დაიწყება გადაცემის აი უკვე მოვისმენთ პირველ თავს თუ არ ვცდები ხო? პირველი თავის გარკვეულ ნაწილს თეთრი საყრელოდან ბატონი მიხეილ ჯავახიშვილის ამჯერად ბატონი ადამიანშვილის გარეშე მოვიხსენიეთ და მანამ სანამ ეს ჩვენ დაუთმოთ მუსიკას რადიო იმედის ეთერს იქნებ რამოდენიმე ერთი აბზაცი მაინც წაგვიკითხო იმისაც რომ ვიცოდით რა გველოდება იმიტომ რომ ხოცები აი ოღონდ შეგიძლია წაგიწაიკითხო შენ მე წავახებ სურულო ხო აი ძალიან ხო ანუ მე ვცადე როგორია ხო უბრალოდ აი ცოტა მძიმეა. სად არის ეს მონიშნული? მონიშნულია. ესა საფლანო? დიახ. საფლანო გამარჯობა ჩვენს ჯვარსა და იმის წყალობა კონდასთ თაობით დასტურ ხელოსანთ დასტურობა ნუ შაგანანას ხელოსანთ დიდხანს გაგიყოლათ ნუ შაგანანას კეთილის კაზმვა უღლისდება წყალობდეთ ყველას და ძალიან ეს ჩემს ძალას აღემატება მე უბრალოდ მინდოდა შენ რომ მიხვდე რა არ არის მარტივი უბრალოდ თან ვითომეტეს როდესაც ქართულთან რო კითხულობ მაშინაც არის მარტივი ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში როდესაც შემდგომ მეხუთეჯერ როცა უსმე იმდენად ზრწმუნდები ამ ჯავახიშვილის გენიაში ნამდვილად და იმდენად თანამედროვეა კატო ეს ყველაფერი რა აი იმიტომ კი არ ვამბობ რომ რაღაცნაირად ეს უნდა თქვა და ეს ასე ამბობენ უბრალოდ ამას გეუბნები სრული როგორ გითხრა ის აი ძალიან ახლოს არის უკვე ეს ჩემთან იმიტომ ეს როგორ ჩაგძინებია ხინკალო გამაგვიზებ ჭამაში ეს არის ამას აი ამ ფრაზებზე მიდიოდა მთელი 1-4 საათი იმიტომ რომ გოჩას უყურები წარმოგიდგენია გოჩას მე ვწერ აქედან გოჩა აღარ ჩანს იმიტომ რომ გოჩა დაგორავს ქვევით ნუ ხო რაღაცნაირად შემდგომ არ უნდა მთავარი არის რომ ყველა მიცის რომ მიკროფონს არ უყვარს სიყალბე კატო და არ უყვარს თამაში. ანუ ის აქ რომ მსახიობს ჩაეწერა და ბუნებრივი ალბათ უპრიანიც იქნებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ამბობ რომ ალბათ ნუ ცადოთ და ნახოთ, იქნებ გამოვიდეს ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ამბობ ცოტა თავხედური მომენტია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიღაცამ უნდა დაიწყო და ჩვენ გადავწყვეტებთ. კიდევ მადლობა ღმერთს რომ მადლობა აი ამ ჩვენს რადიო იმედის ხელმძღვანელობას რომ აი ამას ყველაფერს აი კიდევ ერთხელ ამბობ აი არაკომერციული მომენტია. ყოველგვარი ზედმეტი მე მგონი ჩვენ შეგვიძლია თამამად თქვათ ის რომ ძალიან მოდაშია თავი შეიქორა ჩემმა არხმა გააკეთა პირველმა ეს და არა ჩემმა არხმა გააკეთა და რას ლაპარაკობ როგორ არა ჩემი აბა დედა დაიფიცე ხო დაახლოებით რაღაც ესე და შეიძლება სხვაც აკეთებს მაგრამ ჩვენ ყველაზე კარგად ვაკეთებთ და საბჭოთა ავადმყოფი ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფი მაგრამ ჩვენ ცოტა ქართული მომენტიც არის როდესაც ვიღაცა დაიწყოს და მე რიტორიკას უყარს გასიამ და ეთყობა კარგად ვიმეცადინეთ უკვე ყველამ რიტორიკაში და რწყილის ქებაც გავიარეთ ივანე იტალოსთან მას ესეთი საორჯიშო ჰქონდა თავისი მოსწავლეებისათვის ყოველ შემთხვევაში მე მინდა თქვა რომ მართლაც ნამდვილად სასიამოვნო და საამაყოა ის რომ ჩვენ ვცდილობთ და ასევე მართლაც ჩვენი ხელმძღვანელობა ცდილობს იმას რომ მანამ სანამ გგონია რომ ჩვენ ყველანი 2-4 ვიცით მხოლოდ და მხოლოდ ამასობას ჩვენთან მოდიან სტუმრები და აღმოჩნდება რომ ამ სტუმრების მოსმენა უნდა სწორედ საზოგადოებას და საზოგადოების დაკვეთაზე ხელის დაბანა როცა ვამბობთ რომ ეს უნდა საზოგადოებას იგივე წარმატებით შეიძლებოდა და ალბათ ეთქვა რომელიმე დიქტატორს რომ რიჩარდ მესამე რომ მოვიშველიათ მე არ მსურდა თქვენ მეიძულეთ რამობს და ის თქვენ და სასიკეთოთ და საბედნიეროდ ხო საზოგადოებას მართლაც ბერგი ძულს ხარ ამ უნდა და ძალიან მოხარულები ვართ ჩვენ ამ ყველაფრის რომ ჩვენ ვახერხებთ იმას რომ თქვენ თურმე ეს ყველაფერი მოგწონს ძალიან მინდა რომ არ დაგზრახოს ძალიან მინდა რომ ცოტათი აი ნუ კრიტიკას ბუნებრივია ვერ გაიქცევი, ესე იქნება, მაგრამ ჩვენ უბრალოდ რაც შეგვეძლო ის გავაკეთეთ და ჩვენ ეს დავიწყეთ და არ მინდა რომ
არის ხოლმე ჩვენთან რომ ვიღაცა რაღაცას გააკეთებ და ეს რა გააკეთა და თვითონ არაფერი არასოდეს არ გავაკეთებ. მე მხოლოდ მოხარული ვიქნები თუ ეს გაგრძელდება და სხვები უკეთეს გააკეთებენ. ვიღაცამ უნდა დაიწყოს და ჩვენ უბრალოდ ეს დაწყებულია უკვე კარგი ხანია. ოღონდ სხვანაირად, მაგრამ ასეთი ფორმით, აი ასეთი როგორც ამბენ თუნდაც მასშტაბით. და ჟენჯკას ჯადოსნური იქსი გაჩნდა ისევ და ჩვენ სანამ მუსიკას დავუთმავდეთ რადიო იმედის ეთერში შეგახსენებთ რომ შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778 SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს და SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-კო, რომლის ვებგვერდის მისამართია SMS კოდი, ტელეფონი კი 2914 და ნომერზე 917778 გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება რა წიგნის მოსმენა გნებავთ ესე გახმოვანებულად. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემის სტუმარია ჩვენივე ჩვენივე რადიოს წამყვანი მიშა მიმინაშვილი და X კოდებს და ამათა კიდევ ერთი პროექტი კოდექს აუდიო და თქვენ ორშაბათიდან შეძლებთ საღამოს 12-ის. ღამის 12-ის ჩვენთვის ხო საღამო იწყება მე 8 საათი დილა და საღამო არის ესე 11-დან და 12 კი ჩვეულებრივი ხალხისთვის ღამეა, ჩემთვის საღამო. ღამის 12 საათიდან თქვენ შეძლებთ რომ რადიო იმედის ეთერში მოისმინოთ ეს სწორედ ეს კოდექს აუდიო და კოდექს აუდიოს გახსნის ბატონი ადამაშვილი, ანუ მიხეილ ჯავახიშვილი. თავისი თეატრის საყრელოთ და მე კატო ჩვენ არ ქონდა პირველ ნაწილშიც, მეორე ნაწილში ის თქმის უბრალოდ მე გამომჩა ამის თქმა, მინდოდა რომ ეს არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ არაკომერციული პროექტი. ჩვენ თავიდანვე ბევრი წიგნი გვაქვს კიდევ ჩაწერილი, მაგრამ გარკვეული იურიდიული რაღაც პატარა ჩარჩოებიც არ მინდა მას თქვა, უბრალოდ რაღაც ნორმებია, რომელსაც ბუნებრივია ჩვენს გვერდს ვერ აუვალთ, აი მე ამობეჭდე კიდეც რაც შეადგენს ავტორობლების მოქმედება და რატომ აი როდესაც ჩვენი მსმენელები გამოაგზავნიან იმ წიგნების სიას, უფრო უმეტესად ქართული ავტორები ჭარბობენ, მე მინდა თქვა, აი უბრალოდ პატარა ამონარის გავაკეთებ დადგენებიდან და მე განმარტავ. საავტორო ქონებრივი უფლება მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და 70 წლის განმავლობაში მისი გარდაცვალებიდან. უფლება ნაწარმოებზე, რომელიც გამოცემა საჭიროდ გაცნობა ამას ხაზგოსმამ მოხდა ფსევდონიმით, ანუ ანონიმურად მოქმედა 70 წლის განმავლობაში ამ ფაქტის მართლ ზომიერად დადგომის თარიღიდან, ხოლო თანავტორობის შექმნილ ნაწარმოებზე უფლება მოქმედებს, ანუ რისი თქმა მინდა, 70 წელია, ანუ ესეც გარკვეული ჩარჩოა. ახლა ჯერჯერობით რა თქმა უნდა ჩვენ ალბათ ჰერცოგინიას სკანდალური განცხადება აუცილებლად ჰერცოგინიას სკანდალური განცხადებას აკეთებს ავტორი. ხმეს კარგად ამყოფს. მე მოვეწერე მარცხენა ხელი რომ ეს და ჩვენ ამ საათში სწორედ მოვისმენთ. ეს ყოველდღიურად იქნება, ხო? ყოველდღიურად, ნუ როგორ არის, ჩვენ ფაქტობრივად ეს წიგნი უკვე ჩაწერილია და რა თქმა უნდა იქ გადანაწილდება საათის განმავლობაში. შეიძლება ბუნებრივია ერთი თავი არ მოესწრებს, ეს საათში არ ჩაეტიოს, ან თავზე მეტი ჩაეტიოს, ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად ლოგიკურ წერტილამდე მივა. ნუ ბუნებრივია ვისაც საკითხული აქვს ეს რომანის არის თავები და თავებში არის პატარა ქვეთავებია და ჩვენ ყველანაირად ყოველ შემთხვევაში ეს ქვეთავის ლოგიკური დასასრული ექნება. ახლა ჩვენ ბერს ლაპარაკობ, მაგრამ მოსმენილს უბრალოდ ლაპარაკობ გვისმენენ და უბრალოდ ის რაზეც ჩვენ საუბრობთ, რომ წარმოდგენა ქონდეს ალბათ გადაცემის ბოლოს შენ ალბათ. აი ჩვენ ეს და შეგვიძლია ხო, ევგენია ცოტა ხანში შემოგთავაზებს თვითონ კატოს საღამოების გადაცემის ფოლდერში არის ანონსი მიშას ახალი და ასევე არის გაკვირვებული შენ არ გავფრთხილე. ხო, აი მე ანუ მე აუხსნე, ანუ ჩვენს კატოს საღამოებში ხომ შედი. და ნახე მანდ არის ანონსი, ანუ ანონსი რომელიც გავა უკვე ორშაბათიდან იტრიალებს, უბრალოდ ხვალიდან იტრიალებს ეს ანონსი და თვითონ გადაცემა, განონსის შემდეგ უკვე აი ეს თვითონ პირველი თავი აი შენ ჰერცოგინია გაგვიხმოვანე კარგი მე კატოს შეუსრულე ოცნებას სურვილს ჰერცოგინია ამ ოჯახში ყველა უბშტვანს ჩაიდნის გარდა ჩაიმოართვით ჰერცოგს მის მობწყინვალებამ მოქმედმა ქმარმა კოსტიამ გაიფიქრა ღმერთო რა იქნა ახლა მოახლე მაშიკოთ რა იქნება ახლა მოახლე მაშიკომ თქვას რომ ეს დასაწვავი მწვანე ჩაი გათავდა ეს არის ციკლიდან ჰერცოგინა სკანდალურ განცხადებას აკეთებს
კატო შენ ისე იყავ გართული რომ არ მოისმენი მწვანე ჩაითან დაკავშირებ, მაგრამ მე მწვანე ჩაის მაინც თავი. კეთილი, მე ვინე როგორც მაინიშნებს ჩვენ ახლა თავამშვიდობად სვენელს თუ კი გვინდა რომ მოვისმინოთ თეთრი საყელოს მოსმენა მოვასწროთ და შესაძლოა მთელი საათი წუთი ვერ მოვასწროთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან გემრიელ ნაწილს მაინც მოვისმენთ. მიშა მემინაშვილის ახალი პროექტისა კოდექს აუდიოზე. დიდი მადლობა კატო, რადიო ნოდის კლიანად და დიდი მადლობა და აქვე მინდა კიდევ ერთხელ თხოვო ჩვენს მსმენელს რომ არ დაგზრა ხოლმე, იმიტომ რომ ეს რაღაცა ჩვენი თამამისა ჩვენი ძალებით გაკეთებული მცირედი წვლილია აი ამ ზოგად საქმეში რაც წიგნთან დამეგობრება ქვია. ჩვენ გემშვიდობებით და კიდევ ერთ მიხეილ ჯავახიშვილს. აუდიო წიგნების პორტალი BookBox-G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ ყოველდღიურ შუაღამის პროექტს კოდექს აუდიო. ქართული და უცხოური პროზის შედევრები, ბესტსელერები, წიგნები, რომლებმაც შეცვალეს ცნობიერება. ღამის 12 საათზე ყოველდღიური ლიტერატურული აუდიო პაემანი იმედის ეთერში. კოდექს აუდიო. თეთრი საყელო. მიხეილ ჯავახიშვილი. უძღვნილობას, სიყვარულს, ჩემს მეუღლეს, მეგობარს, ადამიანს, დედას. თავი პირველი. საქართველოს სპილენძი აღარ აქვს. ვთქვი და გადავწყვიტე. უნდა ვიპოვნა. ვიცოდი რომ ალაზნის სათავეებში, მაღალი ბორბალოს ნაოჭებსა და კალთებში დაგროვილია ყვითელი ჯავარი, რომელიც უთვალავ საუკუნეთა განმავლობაში მზის ნახვას და გადონობას ელოდებოდა. გადავწყვიტე და 2 დღის შემდეგ კახეთი გადავჭერი. საით მივდივარ ძმობილო? კითხე ჩემს მეგზურს. იქით შენი ჭირიმე, მიპასუხა ახმეტელმა ნაჩაფრალმა და ჩრდილოეთისკენ გაიშვირა გაქონილი თითი. ცხენები დავზარით და პირი კავკასიონის თეთრი ნაბდებისკენ ვიბრუნეთ. შავი ტყით მობურულ შახვეტილას, გომბორს და ნაქერელას კახეთის გაშლილი კალთები კბილებით და კლანჭებით ჩაობუჯავთ. ცხადი გათავდა და ლეგენდა დაიწყო. ჩვენი ლაშქარი პირუკუღმა დაჭედილი ბედაურებით, აგერ ის ბახტრიონი, რომ გამოგლიჯეს შახინშახს ამგვარი ხერხით. მაძღარი თუშები, თავიანთი ნასუქი ყოჩებივით რომ გაფუებულან. ვაჟა-ფშაველები, გაპოხილი მიწის საძებნელად არაგვიდან ალაზნისკენ რომ გადმოულაჯიათ. ტანით და სულით ასვეტილი ქისტები, რუს კაზაკებს რომ პირაქეთ გადმოუყრიათ. დღესაც აბჯარ დაშნა ჩაფხუტით შეჭედილი ხევსურები, ჯერჯერობით ჯაჭვის ხანაში რომ დაბორიალებენ. და თვალცეცა, გრძელ ჯუბა ჯაყოები, ჯავიდან რომ ჯავარიანი პანკისის უბეში შეხიზნულან. აქ ყველანი და ყოველივე ზღაპრისა და ლეგენდის ბათით შეხავსულა. დიდი ბუჩქის ძირში ბუნდოვანი მითი ფუსფუსებს. პიტალო კლდეზე რაინდული არაკია გაკრული, ხოლო გარანდულ ხეებსა და გალიპულ ქვებზე შანგიანი ლურსმანით გალექსილი ეპოსია ამოჭრილი. კლდოვან ქვაბებში ცალთვალადევები ცხოვრობენ, ხოლო ღრმა ხევხუები სავსეა კუდიანი ილბისებით, ტიტველი ალქაჯებით, ოქროსთმიანი მიონებით, რქოსანი ღვირღვებით და ბანჯგვლიანი ეშმებით. ქუსლები რომ წინ აქვთ წამოყრილი, პირიდან რომ ცეცხლსა ყრიან და თავისივე დაჩვრეტილ მკლავებზე სალამურსავით რომ უკრავენ. თებით ფერდებზე საქონელი და ცხვარი ისე შეფენილა, თითქოს მწვანე ხალიჩებზე ჭრელ წითელი ლობიო და დახალული სიმინდი გაუბნევიათო. უღრანი ტყეები ალაგ-ალაგ შეუკორტნიათ, შეუკრეჭიათ, შეუპარსავთ. ხშირად მოსჩანს შენაცრული ყავარი, მინგრეული ნიში, დაგლეჯილი კოშკი, საქათმის ოდენა წისქვილი, კვამლის სვეტი და აპენტილი სოფელი. კოკიანი დედაკაცები, თუ მათი მამაკაცები არ მოსჩანან, გაშლილი ღიმილით გვიხვდებიან და თამამი სიტყვა-სიცილით გვაცილებენ. თვალ-ჟუჟუნა ბალღები ჯოხებს გვიქნევენ და ჟივილ-ხივილით მოგვდევენ. ძაღლის ოდენა ძროხები გაოცებით გვიცქერიან, ხოლო იქაური ძროხის ოდენა ძაღლები ვიწრო ხეობას ყეფით აყრუებენ და უნაგირებიდან ჩვენს გადმოთრევას ლამობენ. იმ ძაღლებს ჩვენ საშველად ხუთნაირი ხალხი მოძდევს, ქვებით, კომბლებით და ყვირილით, ხან ფშაველი, ხან თუში, ზოგჯერ ოსი, ხან ქისტი და ხან ხევსურიც. ოდნავ გვაცილებენ და გვეკითხებიან: "ქადმჩაო, სადა ურიქნები? ვინ ხარ ძმობილო?
სად მიბრძანდები? მეც თუშეთის მთებისკენ ვიშვერ ხელს და ვეუბნები. იქით, ალაზნის სათავისკენ. მართლა ალაზნის სათავისკენ მივდიოდი. ხუნჯინში ხაბიხის გეოლოგია, ხელსაწყო და დიდი რუქამედო. ხოლო გულში იმენდი სპილენძისა და მოწყალე ბედის პოვნისა. ღამე პანკიში გავათენე. მეორე დღეს ომალოს გავცდი. მახილ ხორჯაში დავიღამე და მესამე დღეს ისევ გზას შეუდექი. ხეობა დავიწროდა, ხოლო ალაზანი ისე დაილია, რომ ისი ჩიფჩიფი ძლივს გაისმოდა. ისევ წყლის კალაპოტს მივდევდი და ბორბალოს მწვერვალს შევცქეროდით, რომელიც უზარმაზარ მწვანე ტალღებში საარაკო თეთრი კანკელივით მოშანდა. შემდეგ მარცხნივ გადავუხვიეთ. გზა ჯერ გაბილიკდა, მერე ისიც წაიშალა და დაიკარგა. ხელუხლებელი ტყე გაუღრამდა. დამუნჯდა, ბინდ-ბუნდში ჩაწვა. აღარც სოფელი, აღარც ჩქამი, აღარც სულიერი. ძმობილო, გზა ხომ არა გვერია. დასწყევლოს ღმერთმა, ფუტფუტებს ნაჩაფრალი. ბარე ხუჯერ ყოფილ ვარ ამ ტიელ ტყეში, ეხლა კი ხან იკუზება, ხან უნაგირზე დგება, ზოგჯერ ცხელიდან ჩამოდის და სადღაც ჯურღმულში იკარგება. მერმე მეორე მხრიდან მაჩვივით ამოდის მიწიდან, თავს იქეკავს და ნაკვალევს ეძებს, მაგრამ ამაოდ, არც ადამიანის ნატერფალი, აღარც ქაშანი, არც ნადირის ნაფეხარი. მზეს შევსქერით და გეზი ჩრდილო დასავლეთისკენ მიგვაქვს, მაგრამ აუვალ ფერდობებს და ხევხუებს დასავლეთისკენ მივყავართ და დაღვარული ცხენებიც ძლივსღა მოათრევენ მოწყვეტილ ფეხებს, ხან ერთი წაიჩოქებს, ხან მეორე წაიბორძიკებს. მზე დასავალს იყო, რომ ერთ ღრმა ხეობაში ჩავედით. რა ვქნა, ეს მგონი ხევის ჭალა უნდა იყოს, ამბობს ჩემი სანჩო პანჩო. დასწყევლოს ღმერთმა, ეს სად გამოვედით? ეხლა საით უნდა წავიდეთ? აბა რა ვიცი, არც მე ვიცი. ეშმაკსაც წაუღია შენი თავი, ნაჩაფრალო. სოფელს მაინც წავაწყდეთ და ღამე ჭერქვეშ გავათენოთ. მშიან. საგზალი არ წამოვიღეთ. სადღაც თუშებთან ვაპირებდით მომარაგებას. წყალი დავლეთ და მეოთხე თუ მეხუთე გოლგოთას შეუდექით. თხემზე რომ ავედით, გაუცებულნი შევდექით. ჩამავალი მზე ვით ფრთა გაშლილი, უზარმაზარი წითელი არწივი მიექანება უთავბოლო სივრცის გადაღმა. ირგვლივ უსაზღურო, უდაბური, მწვანე ოკეანე მთების, გორების, გორაკებისა და სერების. ამ ზღვაში თავწითელა ბორბალო ახლა კუნძულს გავს, უკვე მარჯნივ წაწეულს, ხოლო კავკასიონის თეთრი გრეხილი საარაკო ნაპირს, შორეულს, მიუვალს და გარდაუვალს. კვამს ვეძებ, მაგრამ არსად მოშანს. მეტა ძაღლის ყეფა მაინც გავიგონოთ, არც ის გვესმის. უცებ მოლზე ნაბდიანი ცხენოსანი გამოჩნდა. თვალი რომ მოვკარი, მივაძახე. ძმობილო, გვიშველე, გზა გვიჩვენე. ჭაბუკმა ერთი მოიხედა, შეკრთა, ცხენს მათრახი ჰკრა და მიიმალა. დაიცა ძმობილო, შევძახე და მეც გადაუჭერი ჩემს ცხენს მათრახი. არ მახვიდე, მაკლავ. მომესმა შორიდან და იმავე წამს იქაურობა თოფის ქუხილმა დააყროა. ლაგამი მოვზიდე და ცხენი შევაყენე. ყაჩაღი იქნება, თქვა მეგზურმა. ან ჩვენ გონი ვართ ყაჩაღები. ცხენოსანი ლანდის კვალს გავყევით, მაგრამ იგი ბინდმან წაშალა და ჩვენი ნავი, ორი კაცი და ორი ცხენი, მწვანე ზვირთის თხემზე დაიკარგა. ღამე მოდის. შიშით, თრთოლვითა და იდუმალებით სავსე. ღამე უტეხ ტყეში, შუა ზღვაში, ყრუ და უკაცურ უდაბნოში, სადაც გარდა ბუნაგებისა და მშიერი ნადირისა, არც საფარია, არც მშველელი, არც სულიერი. ღამე, აქ უნდა გავათენოთ, ვეკითხები ჩემს უმწეო წინამძღოლს. მაშრა ვუყოთ, უნდა გავათენოთ, მეთანხმება სანჩო და ცეცხლის ასანთებად უკვე ფიჩხებს ეძებს. ცხენები საძოვნელად გავუშვით. კლდის ძირში ცეცხლი ავანთეთ. ნაბდებში გავეხვიეთ და გვერდით მიუწექით. ჩემს მეჭურჭლეს ხანჯლის გარდა არაფერი არ აქვს. მეც თითის სიგრძე დანამიდევს ჯიბეში. თუ ნადირი მოგვეტანა, მოგუძლებით მოვიგერიებთ, სანამ ძილი მოგვერეოდეს, მანამ ცარიელ კუჭებს ზღაპრებით ვიმშვიდებთ. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, დაიწყო პანჩომ და კვლავ გამახსენა სირინოზი, ოჩოპინტრე, მაძახურა, დევი, ეშმა, ალი და 1000 ავისული. მერმე პირიქეთელი ქისტები მომალანდა, პირაქეთ 1000-ობით რომ გადმოდიან და ყოველი ბუჩქის ძირში იმალებიან. შემდეგ ყაჩაღებიც მოაგონდა, ბოლოს მგონი თვითონვე შეეშინდა და გაყუჩდა. ღამე ჩამოწვა, მთის ღამე, შავი ხავერდივით ბნელი და ვერცხლის კურცხალებით დაწინწკლული. თეთრი მთებიდან ცივი ნიავი გველამუნება,
უღრანი ტყე ღელავს, ფუსფუსებს და ღრმა ოხრით ოხრავს. ქვევი ჭოტი გაკივის, აქვე ახლოს ფრთოსნები ფართხალებენ. წიფლის ტოტზე ციყვი ცუღლუტობს, ხევში თითქოს დათვი ბუდბუდებს, სადღაც მაჩვი მიწას თხრის და თანას თითქოს იფურთხება. ტურები მიმხრჩვალი ძაღლებივით ჰყეფენ. ცხენები შორი ახლოს ფრუტუნებენ. ცეცხლი გიზგიზებს. უცებ გაღმა ხრიალი მოისმა. მერმე საზარელმა ხარხარმა ამოხეთქა. შემდეგ ის გიჟური სიცილი უძირო ხეობას სასოწარკვეთილ გოდებად და დტვინვად მოედო. ბოლოს ის თავგანწირული ვალალი და ძრწუნვა ხევით ხევამდე არეკილი, სადღაც წყუდიაჩი დაიკარგა. ციყვი გატვრინდა. ცხენებიც გაინაბნენ. ნაჩაფრალმა ნაბდიდან თავი გამოყო და წაიბუტყუნა. ჰაი, ეშმაკმა წაიყო შენი წუწკი თავი. აჰა, შენი თავი ამოიჭამე შენი, ჰა? აფთარი გაჩნდა. ჩემმა თანამგზავრმა ცეცხლს კუნძები დააყარა. ისევ აბედზე მისდო თავი და ახვრინდა. ცხენები აღარ ფრუტუნებენ, აღარც ჭოტის კივილი ისმის, აღარც ციყვის ფაჩონი და აღარც ფრინველთა ბურტყუნი. მხოლოდ შეშად კაცუნებს. ტყე ჩურჩულებს. ნიავი ფუსფუსებს. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე.